თავაზობ ესეთ რამეს. 60 მილიონად მარკუს რაშფორდს. ხო? ან ან მაინტერესებს. მარკუს რაშფორდს 60 როგორ გადავიხადო ან მაგას? გადაიხადო 110. ისევ 60 მილიონი ხო? და ფეხბურთელი არის შემდეგი. გოლს პლუს ასისტი გასულ სეზონში 10. წარმატებული დრიბლინგი ეს 68. ოჰო, გავაბევროთ დატო. 68. ამაში ორი საშუალო. და 30 წელზე ნაკლებისაა. 29. 29 რა თქმა უნდა. ეს ორი ვარიანტი მაქვს? ეს ორი სხვას ვარიანტი, ვერ კი, ავწევ, ხო? ვერ. იანუზაი და რა ის რაშფორდის ეს ტიპი? იანუზაი იგივე რაშფორდის ფაში ფანგები ანუ რა 60 მილიონად. რა თქმა უნდა 29 წლის ტიპს მატენი. და თან ყველა ცუდი ისე რომ ამ ტიპის გარდა მარკუს რაშფორდი და ჩემი ერთ-ერთი ვარიანტი საერთოდ გვაქვს. მაგრამ დამრჩება სამაგიეროდ ჯუბა გრიგოლიაძე მეტი ფული ყველა ვარიანტი და შესაბამისად ჩემთვის ასურველი ცენტრ ფორვარდი. მოგრეა? 60 რომ ამაში გადავიხადო 150. ეგ არის, მაგი ვიკითხე, ხო? მაგრამ კაი მე ხარ რაშფორდი ვერ გავრისკავ რა ეხა ის ვიღაცა არ ვიცი აი იქნება. წაგიწევდა რაშფორდი. რა ვინ იქნება რა აი. ვის ირჩევს? რაშფორდს. მე მგონია რომ ნიკო ვილიამსი. ნიკო ვილიამსია, ხო? ან ნიკოა მეტი გოლს პლუს ასისტი 10 ქონდა 25 წლისა, 23 წლისა. ან რაშფორდი ან ნიკო იყო ან ინიაკი. და წარმატებული დრიბლინგი იაკი მარცხნაგრაჟი არ იქნებოდა.